წავიკითხავ და მე გეტყვით რატომ არის ჩემთვის ორმაგად საინტერესო. ვისხედით საღამოს სიგრილეში. ჭერად ჭორფლიანი ცა გვეხურა. გვართობდა ორკესტრი ბაყაყების, გვაწვდენდა შორიდან ხმას ლეხურა. გვავსებდა ერთურთის სიყვარული, რა მტრობა, რა ბოღმა, რა ის შური. თის მწვერზე მთვარე დადიოდა შავი მოსასხამის შარიშურით. სიმშვიდე ჰაერის სიმსუბუქით, სისხლში დადიოდა თრიაქივით. ჩვენს მზიან ღიმილებს უკითხავად იწერდა ღამეული ცის არქივი. იდგა ოდასახლი ხეობაში, ალალი მასპინძლით მდიდარი და ჭინკები წყლის შხეფებს თევზებივით ისროდნენ ხორხოცით დინარიდან. დინარე ლეხურიდან. ეს ლექსი მარიამმა ჩემს ბავშვობის მეგობარს მიუძღვნა თეოს, სიყვარულზე შეყვარებულს, ეგრევე გიცანი. თეონა მონასერიძე, რომელიც დღეს ჩვენთან არის, თავისი ლამაზი, მზიანი სიყვარულისფერი ღიმილით. გთხოვთ თეო, მოდი ჩვენთან. მე არ ვიცი ეს ლექსი უნდა წამეკითხა თუ არა, მაგრამ არ შეგვეძლო რომ არ წამეკითხა. შენ აპირებდი?